ტყუილზე დაფიცების შესახებ. ქალაქ ალექსანდრიაში იუდეველი ვაჭარი ერთ ქრისტიანთან მეგობრობდა. ერთხელ იგი სავაჭროდ წავიდა და ქრისტიანს შესანახად დაუტოვა ოქროთი სავსე კოლოფი. როცა დაბრუნდა, წვენი გაუგზავნა მისი სიმდიდრის შენახვისთვის. ქრისტიანმა კი გულში უღირსი გადაწყვეტილება მიიღო. ამ წვენსაც დავიტოვებ და მის სიმდიდრესაც არ დავუბრუნებ. იგი ცოლსაც შეუთანხმდა, თუ გკითხონ, დაიფიცე რომ ებრაელს ჩვენთვის არაფერი მოუგარებია. იუდეველის ფიცისა კი არ ეშინოდა, რადგან არაფრად დაგდებდა. მეორე დღეს მივიდა ქრისტიანთან ებრაელი და მოსთხოვა თავისი ოქრო. ეშმაკის შთაგონებით ქრისტიანმა ფიცით იუარა ოქროს მიბარება და დაიწყეს დავა. ებრაელმა უთხრა მეგობარო, მსმენია რომ წმინდა მოწამე მინა თავისი დიდებულებით ამ ხელს ხოლმე ტყუილზე დამფიცებლებს. ამიტომ მოდი წმინდა მინას ეკლესიაში წავიდეთო. იქ რომ მივიდნენ, ქრისტიანს თხოვა, მეგობარო, გეშინოდეს ღმრთისა და შეიცოდე შენი სული. რამდენიც გინდა იმდენი ოქრო აიღე იქედან და რაც დარჩება ის დამებრუნეო. შენ იუდეველი ხარ და ეკლესიაში შემოსვლის ღირსი არ ხარო. თუ მე არა ვარ ეკლესიაში შემოსვლის ღირსი, გარეთ დავრჩები, შენ კი შედი და დაიფიცეო. მოიდრიკა ებრაელმა მუხლი და შეევედრა ღმერთს უფალო, რომელმაც ღირსი გამხადა შენი წმინდა მოწამის მინას ეკლესიაში მოსვლისა. შენ განგვსაჯე მე და ეს ქრისტიანია. შემდეგ წმინდა მოწამეს შეხაღა და ჰოი წმინდა მოწამეო მინა. ნათელი მოჰფინე ჩემი და ამ ქრისტიანის საქმესო. ამ დროს ქრისტიანმა დაიფიცა ეკლესიაში და გამოვიდა. ებრაელს ეგონა რამე მოუვაო. ისინი ერთად წავიდნენ ეკლესიიდან. გზაზე ქრისტიანის ცხენი გახელდა და მხედარი ძირს გადმოაგდო. მას უბიდან ებრაელის კოლოფის გასაღები ამოუვარდა, ეძება და ვერ იპოვა. მაგრამ მაინც მხიარულ გონებაზე იყო, რადგან ფიქრობდა, რომ ცხენიდან გადმოვარდნა იყო ტყუილზე დაფიცებისთვის სასჯელი და სხვა აღარაფერი ელოდა. ის ამხედრდა ცხენზე და კვლავ ებრაელთან ერთად განაგრძო გზა. ქალაქზე რომ გაიარეს, საჭმელი იყიდეს და სადილად დასხდნენ. ებრაელი ფიქრობდა, რამდენი რამ მსმენია და როგორი იმედი მქონდა წმინდა მოწამე მინას სასწაულთ მოქმედებისა, მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვნახე. ჯობდა რომ არ დამეფიცებინა მისთვის ეკლესიაში იქნებ, მცირე ნაწილი მაინც დაებრუნებინა ჩემი ოქროდანო. მაგრამ მას მაინც ჰქონდა ღმრთის იმედი და მასზე იყო მინდობილი. როცა ებრაელი და ქრისტიანი ასე ერთად ისხდნენ, მათთან მივიდა ქრისტიანის მონა, რომელსაც ხელში ებრაელის ოქროთის სავსე კოლოფი ეჭირა. ამის დანახვამ ორივე ძალიან გააკვირვა. ქრისტიანს ამის გარდა შეეშინდა კიდეც და განრისხებულმა ჰკითხა მონას, საიდან მოდიხარ და ეგ რისთვის მოგიტანიაო? მონა მოპასუხა, შენთან გამომიშვეს ჩემო ბატონო, შენივე ბრძანების შესასრულებლადო. ქრისტიანი ვერ მიხვდა, რა შეუბნებოდა და მონა მაუხსნა, დღეს ბატონო, ჩვენთან მოვიდა შენგან გამოგზავნილი ცხენზე ამხედრებული დიდებული მეომარი. ხელში გასაღები ჰქონდა და ჰკითხა ჩემს ქალბატონს, თქვენს მეუღლეს ცნობამ გასაღებსო. თქვენმა ქალბატონმა დაუდასტურა. მაშინ მეომარმა გასაღები გადასცა და უთხრა, შენმა ქმარმა გამომიშვა შენთან და გთხოვს, რომ მონის ხელით გაუგზავნო კოლოფი, რომელიც ებრაელმა მოგაბარა, რადგან იგი წმინდა მოწამე მინას ეკლესიაშია და სასტიკად იტანჯებაო. მონამ დასძინა, ამიტომ მოგართვი ეს კოლოფი და თუ არ გჯერა, აი შენი გამოგზავნილი გასაღები, რომელიც იმ დიდებულმა მეომარმა მოიტანაო. ებრაელმა აიღო მისი მინაბარები კოლოფი და სიხარულით ღაღადებდა. დიდარს ღმერთი და მოწამე მისი მინა. ქრისტიანთა სარწმუნოება კი საკვირველი და ჭეშმარიტი. რადგან არ გაწბილდება უფალო შენი მოიმედე და არც შენი წმინდანების ძალისადმი მინდობილი. ამიტომ მეც აუცილებლად ქრისტიანი გავხდებიო. იგი წმინდა მოწამე მინას ეკლესიაში მივიდა, იმ ოქროს მესამედი შესწირა
მთელი ოჯახით მოინათლა და ამ სასწაულის ძალით მართლმადიდებელი გახდა. ქრისტიანმაც თავისი მონადოების ნახევარი წმინდა მოწამე მინას ეკლესიას შესწირა და თავადაც სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა. იგი ნანობდა და ტიროდა თავის ცოდვებს. სინანულში აღესრულა და წმინდა მოწამე მინას მეოხებით ბოლომდე მიეტევა თავისი ცოდვა. ჩვენ კი ამ სასწაულის მსმენელებმა ვადიდოთ ღმერთი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.